აქციზისა და იმპორტის გადასახადის დაბრუნება გამარტივდა შემოსავლების სამსახურის მიერ ახალი პროგრამული მოდული დაინერგა, რომლის დახმარებითაც ფიზიკურად იურიდიულ პირს დადგენილი წესის შესაბამისად შესაძლებლობა აქვს მარტივად და დროულად დაიბრუნოს აქციზისა და იმპორტის გადასახადი. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს დაინტერესებული პირი და რა ეტაპებს მოიცავს თანხის დაბრუნების ეს მარტივი გზა. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემაზე სასაუბროთ ბიზნეს პარტნიორისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი რუბრიკის დღევანდელი სტუმრები არიან იონა კიზირია, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ადმინისტრების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი და თათია ბერიანიძე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ადმინისტრების მეთოდოლოგიის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე კარგი თემა, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის, როცა რაღაც თანხის მარტივად დაბრუნებაზეა საუბარი, შეუძლებელია რომ ვინმეს ეს არ მოწონეს. ამიტომ თავდაპირველად მსმენელისთვის უფრო რომ განმარტოთ მაყურებლისთვის, რა სქემაზეა საუბარი, რა მოდულის დანერგვაზე და მე ჩავშალოთ თლიანობაში ეს ნაწილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ თანხის დაბრუნებაზე, ყოველთვის სიამოვნოა, ხო? იმიტომ რომ დაინტერესებული მხარე ბევრია, როგორც ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები. თუმცა მანამდე რომ შევეხოთ საქართველოს საგაცვლო კანონმდებლობას, კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც განახორციელებს მსუბუქი ავტომობილის იმპორტს, მოტოციკლეთს, მოპედს მათ შორის, ხო, პირობითად და იმპორტის მოქცევიდან 180 დღის განმავლობაში თუ იქნება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გაყვანილი ექსპორტში, ანუ გაყვანილი იქნება ქვეყნიდან, მათ შეუძლიათ ამ ნაწილში გადახდილი აქციზის გადასახადი დაიბრუნონ, რომელიც იქნება კონკრეტულად, მოკლედ ეს რასაც ჩვენ ახლა დღეს შევეხებით ამ მარტივ წესს. და მეორე ნაწილი ასევე ეხება იმპორტის გადასახადს, იმპორტის გადასახადი კონკრეტულად იგივე პირობების ფარგლებში ეხება მსუბუქ ავტომობილებს. ანუ ერთი ეხება რეექსპორტის ნაწილს, ექსპორტს, რომელიც გავიდა, იმიტომ რომ ექსპორტი ახლა თქვენი სიუჟეტი იყო, შესაბამისად რეექსპორტისთან განსხვავებული პროცესია. თუმცა ამ შემთხვევაში არის, როდესაც მათ განახორციელეს იმპორტი, ანუ იმპორტზე ისინი ხდიან გადასახადებს, ხო? აქ ორი გადასახადია, აქციზი და იმპორტის გადასახადი. უბრალოდ იმპორტი მხოლოდ მსუბუქ ავტომობილების ნაწილთანაა დაკავშირებული, ამიტომ ეს პირები, რომლებიც განახორციელებენ, ესე რომ ვთქვა, იმპორტს და 180 დღის განმავლობაში მოხდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გაყვანა ქვეყნიდან ექსპორტში, მათ აქვთ უფლება მათ მიერ გადახდილი აქციზი და იმპორტის გადასახადი 100% დაიბრუნონ. კი ბატონო, უფრო მეტად რო ჩამოვთვალოთ რა სატრანსპორტო საშუალებებს ეხება, იმიტომ რომ მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში როგორც ხვდები სხვა რეჟიმია, უფრო ტევადი ავტომობილების შემთხვევაში სხვა და მთლიანობაში რას ეხება, ეს არის ძალიან მოდი ავიღოთ მსუბუქი ავტომობილები ნომენკლატურული კოდის მიხედვით, თუ კოდსაც ვიტყვით, ეს არის 8703 კოდია, ამ კოდებში არის ძირითადად ჩვეულებრივი ჩვენთვის ცნობილი, ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილები, ხო? ანუ ვით გადავადგილდებით ქალაქში, ხო? ძირითადი ავტომობილები, ასევე არის მოტოციკლეტები, ეს არის 8711 კოდით. ნუ ამ საქმეში ვინც არის ჩართული ეს პირები, ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ ამ კოდებით ბანჯდება ეს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები და მათ შორის მოპედები, ხო, რომელიც პირობითად ესე რომ ვთქვათ, ბოლო პერიოდში მომრავლებულია. ხო, სტატისტიკას აუცილებლად ვიკითხავ. აღნიშნული იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებები ვის მიერ უნდა იყოს, თუ არ ვიცი რამდენი სწორი ფორმულირება, მოქცეული ეგრეთ წოდებულ ექსპორტში. ხო, პირველი ნაწილი მოდით უნდა იყოს აბსოლუტურად იმპორტში მოქცეული, შეიძლება პირმა მოაქციოს იმპორტში, თუმცა მერე გაყიდოს და სხვამ გაიტანოს ექსპორტზე. აი ეს ორი ოპერაცია ბარემის ანუ მე ვიყიდე, მაგრამ მერე გავყიდე და იმ სხვამ გაიტანა უკვე ექსპორტზე. ერთი რომ თქვენ შემოიტანეთ იმპორტზე და თქვენ თვითონ შეგიძლიათ გაიყვანოთ ისე ექსპორტზე, ანუ ეს 180 დღე არის შეღავათი, ხო, რეალურად, ანუ ის საერთაშორისო არჩევა ავტომობილი და რეალურად ეგ არის ეგ შეღავათი, რომელიც უკვე მერე თანხის სახით უკან უბრუნდებათ, ხო, აღნიშნულ პირებს და მეორე ნაწილი შეიძლება პირმა შემოიყვანა, გააიმპორტა, გადაიხადა შესაბამის გადასახადები, გაყიდა და შემდეგ მოხდა მისი ექსპორტი. ანუ მოხდა მისი მიწოდება ქვეყნის გარეთ. ამ შემთხვევაში აღნიშნულ პირებმა განსაკუთრებით ყველაზე ბევრი აქ ძირითადად მაინც ფიზიკური პირები არიან, ხო, რომელსაც შემოყავთ აიმპორტებენ და შემდეგ ყიდიან. ამიტომ მათთვისაც თუ პირობითად უცხოელზე ხდება მათი მიწოდება, კარგად იციან, რომ რეალურად ისინი უცხოელი აქ არ დარჩება და პრაქტიკულად 180 დღის ფარგლებში გასული იქნება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება. ამიტომ ეს ინფორმაცია თუ მათთვის ცნობილია, ეხლა ჩვენსაც ვისაუბროთ, როგორ შეუძლიათ აღნიშნული თანხა დაიბრუნონ, სასარგებლო ინფორმაცია იქნება. კი ბატონო. ჩვენ რეალურად მე შესავალნაწილში ვახსენე მოდული, რომელთაც ძალიან მარტივად შეუძლიათ, რომ ამ სექტორში ამ სექტორში მომუშავე ადამიანებმა ძალიან მარტივად გააკეთონ ეს სქემა, გამოიყენონ ეს სქემა იმისთვის, რომ დაუშვათ დაიბრუნონ ეს გადასახადი. რა მოდულზეა საუბარი? თან ახალი მოდულია, რა ტიპის მოდულზეა და რა ინფორმაციის მიწოდება შეგვიძლია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სექტორში საქმიანობს.
პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება სანამ გადავიდოდით ამ პროგრამულ მოდულთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოკლედ რომ დავინახოთ ანუ სიახლე და ის განსხვავება, რაც ძველ და ახალ წესთან დაკავშირებით გვაქვს. ფაქტობრივად თუ ძველი წესიდან გამომდინარე შესაბამისი დაინტერესებული პირის მიერ ჩვენთვის ანუ შემოსავლების სამსახურისთვის მომართვა ხორციელდებოდა წერილობითი სახით, შესაბამისი განცხადებით, შემდეგ უკვე თავად ჩვენი უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ამ ინფორმაციის დამუშავება ხდებოდა ხელით, რაც საჭიროებდა ხოლმე როგორც უნდა აღვნიშნოთ გარკვეული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვასაც სხვადასხვა უწყებებიდან, მოგეხსენებათ ეს გარკვეულ დროსთან იყო დაკავშირებული და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი უხერხულ მომენტსაც კი ქმნიდა დაინტერესებული პირისთვის, იმიტომ რომ ამ ყველაფრის ადმინისტრირება და შესწავლა დროსთან უფრო მეტ დროს საჭიროებდა. აი რაც შეეხება უკვე რომ გადავერთოთ და უკვე დავინახოთ ეს შემუშავებული პროგრამული მოდული რას გვიკეთებს, უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ რიგში ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამული მოდულის გამოყენებით ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც გვჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, ანუ დასაბრუნებელი თანხის იდენტიფიცირებისათვის, ეხლა უკვე მოხდება ავტომატურ რეჟიმში, რაც გარკვეულწილად კი არა და გაცილებით უფრო მეტ დროს დაგვიზოგავს და დაინტერესებული პირისთვისაც იქნება უფრო ხელსაყრელი, იმიტომ რომ ის მიიღებს ამ ინფორმაციას გაცილებით უფრო ნაკლებ დროში. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მხრიდან შემუშავდა ასევე ელექტრონული ფორმის განცხადებაც, ანუ პირებს შეეძლებათ უკვე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის გამოყენებით დისტანციურად ელექტრონულად წარმოგვიდგინონ ეს განცხადება, მიგვითითონ საჭირო ინფორმაცია, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც მოდით გავშლი მაშინ, რომ მაყურებლისთვის მე აუცილებლად ჩაგიკითხებით რა ვადაში უნდა მოგმართონ, რა პერიოდია დაუშვათ გადაწყვეტილების მიღებისთვის და მთლიანობაში უფრო მეტად რომ ავუხსნათ რეალურად და აუცილებლად მნიშვნელოვანია თქვენ ახლა ახსენეთ ელექტრონული ფორმაც, ანუ რა ფორმით უნდა მოგმართონ, თუ ამას დაუშვათ კონკრეტული მეწარმე სუბიექტი ირჩევს, ანუ ეს ნაწილიც რომ ამ ნაწილსაც რომ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. კი, კეთილი პროცესი გავიაროთ მაშინ და უფრო მეტად დეტალურად. ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, როგორც აღვნიშნეთ, ელექტრონული ფორმის განცხადებით შეუძლია წარმოდგენა, ნუ ამისათვის თუ არ არის პირი, ფიზიკური იქნება თუ იურიდიული პირი, თუ არ არის დარეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ნუ საჭირო იქნება შესაბამისი რეგისტრაციის გავლა, მოგეხსენებათ დღეს უკვე ეს დისტანციურადაც არის შესაძლებელი. რეგისტრაციის გავლის შემდეგ უკვე თავისი ავტორიზებული გვერდიდან ამ ფორმის განცხადების შევსება იქნება საჭირო და გადმოგზავნა, ანუ მოწოდება ჩვენთვის. ეხლა განცხადებაში რა მთავარი ინფორმაცია გვჭირდება მათგან? პირველ რიგში უნდა მიგვითითონ ამ სატრანსპორტო საშუალების, რომელიც იქნება მსუბუქი ავტომობილი, მოტოციკლი თუ მოპედი, შესაბამისი ვინ კოდი ან შასის ნომერი, რომელიც იქნება ამ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას და გვჭირდება ასევე იმპორტის დეკლარაციის მონაცემებიც. ამ მონაცემების დისტანციურად წარმოდგენის შემდეგ უკვე ჩვენი მხრიდან განხორციელდება ზუსტად ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამული მოდულის მეშვეობით განხორციელდება უკვე მონაცემების დაიდენტიფიცირება, შესწავლა, საბაჟო ოპერაციების ისტორიის დადგენა, ასევე იმ ინფორმაციის დადგენა, მაგალითად იმპორტიდან ესე რომ ვთქვათ, ანუ საქართველოს საზღვრიდან გასვლამდე 180 კალენდარულ დღეში მოხდა თუ არა ამ სატრანსპორტო საშუალების გაყვანა თუ ასე შემდეგ და ამ მონაცემების დამუშავების საფუძველზე უკვე შესაბამისი გადაწყვეტილება ასევე დისტანციურად ეცნობება გადამხდას, ანუ მისდის განცხადებაზე პასუხის სახით. აღნიშნულ ეტაპზე, ანუ ამ პროცესის გავლის შემდეგ, ეს არის ასე ვთქვათ გამოვყოთ, რომ ეს არის პირველი ეტაპი. პირველი ეტაპის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება დასაბრუნებელი თანხების დაიდენტიფიცირება და ასახვა კონკრეტულ სივრცეში, ბარაც უწოდებთ, ანუ გადამხდელის გვერდზე არსებულ ბარაში. 10 სამუშაო დღე იქნება ზოგადად განცხადება სტანდარტულად შესწავლისვა და თუმცა თუ როგორც აღვნიშნეთ ვინაიდან და რადგანაც ეს არის უკვე ავტომატურ რეჟიმში დაიდენტიფიცირება თუ არ საჭიროებს დამატებით რაღაც ინფორმაციის მოძიებას გაცილებით უფრო მოკლე ვადაშიც მოხდება. გარკვეულად აი ეს დოკუმენტაცია რომელიც წარმოადგინა მეწარმე სუბიექტმა შეიცავს გარკვეულ ხარვეს, ანუ რაღაც შეცდომა აქვს და მეწარმე სუბიექტმა მოინდომა მისი დაზუსტება, ან დაუშვათ შემოსავლების სამსახურმა აღმოაჩინეთ რომ ეს ინფორმაცია მეტ საჭირო დამატებით დეტალების დაზუსტება საჭიროებს. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? დიახ, აი მოცემულ შემთხვევაში, იმიტომ აღვნიშნეთ, რომ თუ მსგავსი, ასე ვთქვათ, სიტუაცია დაგვიდგება, შესაბამისად მოხდება ინფორმირება, ესაც ანალოგიურად განცხადებაზე შესაბამის შუალედური, ესე რომ ვთქვათ, პასუხის სახით, სადაც ეცნობება გადამხდელს, ნუ დაინტერესებულ პირს თუ რა ინფორმაციის დაზუსტება გვჭირდება, ან რა ინფორმაციის გასწორება გვჭირდება. ამისთვის შესაბამისი ვადებიც იქნება განსაზღვრული, 5 სამუშაო დღე არის ხოლმე სტანდარტულად ამ ასე ვთქვათ, ინფორმაციების დაზუსტებისთვის გათვალისწინებული და თუ მისი მხრიდან მოხდება ამ დეტალების გავლა და ჩვენთვის უკვე სწორი ინფორმაციის მოწოდება, რა თქმა უნდა,
გაგრძელდება ისევ და ისევ მონაცემების დამუშავება და მე უკვე საბოლოო პასუხის გაგზავნა მისთვის. რა მოლოდინი გაქვთ აი ამ ახალი სისტემის დანერგვის შემდგომ, ანუ რას ველით ახლა უკვე მეწარმე სუბიექტებისგან, რამდენად იაქტიურებენ ამ ნაწილში, რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ დავუშვათ ისინი აი ამ საკითხს უფრო კარგად ჩაუღრმავდებიან, კარგად გამოიყენებენ და რეალურად ამ სქემით კარგად ისარგებლებენ. მოდი ეს დავიწყოთ თვითონ რაც ეხლა თქვით საქართველოს კანონმდებლობით ეს ისაც არსებობდა უბრალოდ ადმინისტრების წესში რამოდენიმე უწყებაში ინფორმაციის მოძიება, ნუ დროის ფაქტორი იყო, რაც რა თქმა უნდა უკმაყოფილებას იწვევდა, ხო, იმიტომ რომ ეხლა მათ შიდა ნაწილი არის ის, ხო, რეალურად ეხლა ვინც არის ეხლა ამის მომხმარებელი, ალბათ დროშის გაჭიანურებული იყო ეს პროცესი. ნუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რამოდენიმე უწყება რო არის ინფორმაცია უნდა მოვიდეს, დაზუსტდეს, შეისწავლოს, ნუ პროცესია ეგეთი. აქედან გამომდინარე ეს ელექტრონული მოდული გვაძლევს საშუალებას ზუსტად ამ თანხების სწორ და დროულ ინფორმირებას და ამასთან კიდევ მინდა დავამატო მეორე ნაწილი, სანამ მაიკო გავცემ მეორე პასუხს, იმიტომ რომ ბარემ რო იცოდენ ინფორმაცია, ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც პირველი განცხადება, რომლითაც უნდა ვიპოვოთ ეს თანხა, რომ რეალურად რა არის დასაბრუნებელი თანხა. თუ ამ გადასხეს გადამხდელს, თუ ეს გადამხდელი შეიძლება ფიზიკური პირია, ხო, მაგრამ თუ გადამხდელი და შეიძლება ვალი კონდეს, ბუნებრივია ეს ვალიც გათვალისწინება მოხდება, ხო, ამ თანხის. ამიტომ თუ არა აქვს ვალი, პრობლემა არ არის, მაგრამ მეორე ეტაპი აუცილებლად გასავლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ამნიშნულოვანი დაზუსტება. ის მეორე ნაწილზე კიდევ მეორე განცხადება წარმოსადგენი, ეს არის უკვე თანხის კონკრეტული თუ აქვს ვალი შემთხვევა? თუ ვალი აქვს, ბუნებრივია ეს გაინაშთება, იმიტომ რომ ნუ ხო ის თანხა გადასახდელია და ბუნებრივია გაინაშთება, მაგრამ თუ ვალი არ აქვს. მეორე ეტაპი რაღაც გულისხმობს მაშინ. თუ არ აქვს, უკვე ვაცნობებთ, რომ დამატებით მოგმართოს, იმიტომ რომ ის მეორე ეტაპი ზუსტად ეს გარდამტეხია და თუ მას რა თქმა უნდა დავალინება არ ექნება სახელმწიფო ორგანოში, მოცემულ შემთხვევაში მეორე განცხადების წარმოქმნის საფუძველზე იქ აუცილებლად უნდა მივთითონ უკვე თავისი საბანკო ანგარიში, ყველა ვარიანტში არ უნდა შეეშალოთ ეს ანგარიში, იმიტომ რომ ეს თანხა ჩავთვალოთ გამზადებულია იმისათვის, რომ უკვე გადავრიცხოთ და გადავრიცხოთ კონკრეტულ ესე რომ თქვა დაინტერესებულ პირს. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს არ შემიძლია არ გითხოთ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამ სეზონზე ჩვენი და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი რუბრიკის ბოლო გადაცემა, ახალ სეზონზე ბუნებრივია ეს რუბრიკა გაგრძელდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესი და მე გონია რომ ძალიან ბევრი ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ. თავად შემოსავლების სამსახურისთან იმ ადამიანის განმოსახედიდან, ვისაც ეს იდეა ჰქონდათ, რომ სწორედ ამ მიმართულებით მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის და რაც რამდენად გამოგადგათ აი ამ სახით პრაქტიკულად საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, რომ რაც შეიძლება პრაქტიკულად ყველა სიახლეზე, ყველა ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე და თითქმის ყველა ნაბიჯზე, რომელსაც რაიმე ახალ ცვლილებას გეგმავდით, ჩვენ მაყურებელს ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას. ეს ამა რამდენად გაგიადვილად მთლიანობაში აი ამ გადაწყვეტილების უშუალოდ დანერგვის პროცესი. პირველ რიგში დიდი მადლობა პირველ რიგს ბიზნეს პარტნიორს და მაიკო თქვენს ასევე, იმიტომ რომ პრაქტიკულად აი ეს მესამე სეზონს ვახურავთ ხო დღეს ჩვენ ნაწილს დიახ და თქვენც უკვე მალე დასრულდება თვითონ ბიზნეს პარტნიორის ამ ეტაპზე გავაგრძელებთ შემდეგ სექტემბერში, მაგრამ თავი რაც არის რომ თქვენ ძალიან კარგი პლატფორმა იმ კუთხით რომ დროულად მოვახდინოთ გადამხდელების ინფორმირება. აბსოლუტურად ეს არ არის მარტო ამ ბოლო პერიოდში ვინც გადაავლებს თვალს, ანუ ინფორმაცია სიახლე დროულია ხო, გასაგებია ხა არის ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა არხები და წყაროებია ხო, მაგრამ ნუ თქვენი მეშვეობით ძალიან დროულად ვახდენთ ინფორმაციას. ეხა ჩვენ ეხა მე და თათი მაგაზეც ვისაუბრეთ, კონკრეტული მოდული აბსოლუტურად ახალია, ეს ჩაერთო ეხა ერთი კვირაა, შესაბამისად იმდენად ახალია, დროულად მივაწოდეთ ინფორმაცია, იმიტომ რომ ნუ როგორ ვნახოთ, იმდენ თქვენს დააკვირდით ხო, ძალიან ბევრი აქტივობა შემოსავლების სამსახურში, არ არის ესე რომ თქვათ მარტივი პროცესები და ზუსტად ეს გვეხმარება. რომ სანქციების პირობებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთის მიმართ და მთელი ეს პროცესი კიდევ გლობალურად ძალიან ბევრ სირთულეს გიქმნით მუშაობის პროცესში, ანუ აი ამ ჩვენ შიდა კანონმდებლობის ცვლილებებს ემატება ეს ნაწილი და ზუსტად სწორი ის არის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საგაცხო ადმინისტრირება, საბაჟო ადმინისტრირება არის გაურკვეველი კითხვები, ამიტომ ამ კითხვებზე დროულად თქვენი არხი არის საშუალება იმისა, რომ პირობითად დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია სწორი. ანუ პირველ წყაროდან იყოს ინფორმაცია და არა ირიბი ინფორმაცია, რომელიც ხშირად ვრცელდება ხოლმე და ჩვენს ბერჟზე გვისაუბრია სწორი რა არის. და ეგრეს დაბრუნებაზეც იყო გარკვეული კითხვები ხო რაღაც, ამიტომ პირდაპირ და კარგია რომ დროული ინფორმაცია მე მოგვისმენია, მე პირადად მოგვისმენია რომ ვისაუბრეთ, გაირკვა, დაზუსტა და დაალაგდა. ანუ ამ შემთხვევაში ეს ძალიან კარგი საშუალებაა. არ არის მარტო ის რომ რა გაკეთდა, არამედ ინფორმაციის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის თქვენ და ჩვენ ამ შემთხვევაში დაგემშვიდობებით სექტემბრამდე სავარაუდოდ. კი ბატონო, და ბუნებრივია სექტემბერში, როდესაც ბიზნეს პარტნიორი განახლდება, აუცილებლად შემოსავლების სამსახურსა და ჩვენი ერთობლივი რუბრიკა აღდგება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მე
იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზეც მე წარმოე სუბიექტებს მეტნაკლები ინფორმაცია მივაწოდეთ. მთელი აგვისტოს განმავლობაში ბუნებრივია, თქვენ უკვე შეგეძლებათ, რომ უშუალოდ შემოსავლების სამსახურისგან მიიღოთ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ინფორმაცია.